დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და დღეს კომპანია Citycom-თან ერთად უნდა ვისაუბროთ ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად იმ საჭიროებებზე და საკითხებზე, გამოწვევებზე, რაც კონკრეტულ და ზოგადად სამეზობლოებში ფიქსირდება. ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ დღევანდელ გადაცემაში ნათია ორახელაშვილი, კომპანია Citycom-ის account manager-ი და ქეთევან ნოზაძე, კორპუსის მენეჯერი გსტუმრობენ. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და მოგესალმებით. ჩვენ წინა გადაცემაში უკვე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ Citycom-ის 8 წლის იუბილე და ის გამოცდილება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას დაუგროვდა და აქვს რა გზა გაიარა და ის საინტერესოა სწორედ ნათია, მოდი თქვენი დავიწყოთ ამ 8 წლის განმავლობაში რა აჩვენა პრაქტიკამ, გამოცდილებამ ყველაზე ხშირად სამეზობლოების მხრიდან რა საჭიროებები მოდის, რა საკითხები არის მათთვის ყველაზე ესეთი მწვავე და გადაჭრას რა მიმართულებით ითხოვენ. კი ბატონო. მოკლედ ზოგადად კორპუსებში ძალიან ბევრი პრობლემაა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა, ზრუნვა და ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა და ინიციატორი პირველ რიგში, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზოს, შემდეგ დაიგეგმოს და განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერში ზუსტად ძალიან დიდი დრო რომ ეკარგებოდათ მობინადრეებს, თუმცა ამ პრობლემების აღმოსაფრთხებლად თანხების შეგროვებაში Citycom-ს იყენებენ ძალიან აქტიურად და ასე ვთქვათ ვეხმარებით ჩვენ ამ პროცესების როლად ჩახურვაში. თუმცა ყოველთვიურ საკითხებს რაც შეეხება, რაც Citycom-ი ეხმარება, ყველაზე განსაკუთრებულად და საჭირო სერვისი ალბათ რაც შეიძლება გამოიყოს, ეს არის კორპუსისთვის დასუფთავებისთვის თანხის შეგროვება და უსაფრთხოების სერვისების გამოყენება, რაც ბუნებრივად დღეის მდგომარეობით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. სხვა შემთხვევაში სტანდარტულად ის რომ თანხის შეგროვების პროცესში ჩვენ ვეხმარებით, ეს ბუნებრივია. Citycom-ს ყველაზე მეტად ანიჭებენ უპირატესობას, იმიტომ რომ ყოველ smartphone-ში ნახულობენ კორპუსის ფინანსებს, გამჭვირვალეობის ნაწილში ბუნებრივია ყველა თეთრი გამჭვირვალეც ჩანს მათ პლატფორმებში და შეუძლიათ ეს ყველაფერი ნახონ და ზოგადად ასე ვთქვათ კორპუსის მენეჯერთანაც არ არის ეს მთელი პასუხისმგებლობა ბრჭყალებში რომ ვთქვათ შეტავებული, იმიტომ რომ ჩვენგან პირადი მენეჯერი სრულად არის ჩართული ამ პროცესებში, ეხმარება, აორგანიზებს მასთან ერთად ამ საკითხებს და მოკლედ მაქსიმალურად ჩვენ ვეხმარებით და გვერდში უდგავართ კორპუსებს და კორპუსის მენეჯერებს. კი ბატონო, მოდით აი პრაქტიკულ ნაწილშიც გავიგოთ, ქეთევან თქვენთან მექნება კითხვა, რამდენი ხანია რაც ხართ თქვენი სამეზობლო Citycom-ის აი ამ ოჯახის წევრი და დიდი სამეზობლოს წევრი და რა იყო თავის დროზე ის მიზეზი, რის გამოც სწორედ მიმართეთ Citycom-ს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენელებს და მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემი შერჩევისთვის. ეს კიდე ცალკე გამპატარა სასიამოვნო გამოწვევა. ჩვენ დაახლოებით ჩვენი ძალისხმევით 2022 წლიდან ვარ ჩართული უკვე თვითორგანიზების საკითხში დაუმთავრებელ კორპუსში შევსახლდით და მოგეხსენებათ თბილისში ძალიან ბევრი კორპუსი ამ მსგავს სიტუაციაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული და შესაბამისად ბევრი სამშენებლო თუ ტექნიკური პრობლემები არსებობს. მაგრამ Citycom-ში გახლავართ უკვე წელიწადზე მეტია. და პირველი საკითხი, რამაც მიგვიყვანა Citycom-მამდე, მან ახსოვს, რომ კარები რო ჩამოვკიდეთ მოსახლეობამ ჩვენით კორპუსზე, გახდა საჭირო უსაფრთხოება. ანუ პრიორიტეტული გახდა და დავრეკე Citycom-ში პირველად და ვითხოვე, რომ თუ შეიძლებოდა კარის კოდიანი ან ჩიპიანი საკეტი დაემონტაჟებინათ და აქედან დაიწყო მთელი ურთიერთობა Citycom-თან, ყოველთვიური ხარჯების განსაზღვრა და ასე შემდეგ. მოგეთ ამით დაიწყო ყველაფერი და დღეს თავიდან ბოლომდე ჩართული ვართ ყოველთვიურ თუ ყოველდღიურ პრობლემების გადაჭრაში Citycom-თან ერთად. კი ბატონო, აი პრობლემების ნაწილი პირველი ახსენეთ უსაფრთხოების თემა, თუმცა აი ყველაზე ხშირად რა მიმართულებით გიწევთ ხოლმე თანხების მობილიზება, რა მიმართულებით ანაწილებთ ხარჯებს, აი ეს მაინც დასუფთავება ჭარბობს თუ არის რაღაც სხვადასხვა ინიციატივებიც? აი დაახლოებით ესე გამოიყურება Citycom-ის პლატფორმა გვეხმარება, რომ კომუნალური დავიტყოდი, რომ დასუფთავება იქნება ეს თუ ყოველთვიური სხვა მომსახურება ლიფტის მომსახურება თუნდაც ესენი თავისთავად შედის, მაგრამ ამის გარდა ყველაზე კარგი რაც განსაზღვრეთ Citycom-თან ერთად იყო ის, რომ ჩვენ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, რომ გაჩნდეს თავისუფალი თანხა. კი ბატონო. რასაც ერთად განკარგავთ. აი დაახლოებით ყოველთვიური საჭიროების გარდა ჩვენ შეგვიძლია რომ დავგეგმოთ
მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილების მიხედვით შემდეგი რა გავაკეთოთ. პირობითად მაგალითად ამ თვეში 10 სართულის განათება დავასრულეთ სადარბაზოს. კი ბატონო. ანუ ძალიან ბევრი რაღაცის საშუალებას იძლევა, თუმცა დამოკიდებულია რა საშუალო ბიუჯეტი გაქვს განსაზღვრული, რა არის ყოველთვიური მოსაკრაველი და მოსახლეობა რამდენად გადახდის უნარიანი. კი ბატონო, აი მოსახლეობის ნაწილზე სამეზობლოზეც გითხარით, ჩვენ ხშირად გადაცემების განმავლობაში აღვნიშნავს, რომ მთავარი და მაინც მნიშვნელოვანი არის ერთი ადამიანი, ვინც თქვათ იაქტიურებს, დაიწყებს პროცესს და შემდეგ გადამდები ხდება პროცესი. აი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, რამდენად აკვნენ მარტივად თქვენი მეზობლები ამ პროცესში და ახლაც რამდენად ეს სხვადასხვა ინიციატივები მათი მხრიდანაც მოდის საჭიროებებზე? წარმოიდგინეთ, ახლა მახსენე რომ 2022 წლიდან ვართ ჩართული და წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი, ანუ მე ვაკეთებდი მოსახლეობის აღწერასაც, მათ მოძებნასაც, ხშირად გამორიცხვის მეთოდით Facebook-ზე ძებნას მეზობლების სახეს და გვარით და ბედს ვიყავი ხოლმე მინდობილი, დღესდღეობით ბაზა არსებობს და სანამ ეს სიტიკომს დაუკავშირდებოდი, მე თვითონ ვაწარმოებდი Excel-ის ფაილებს. დიახ. შესაბამისად ნდობა უკვე გარკვეული არსებობდა მოსახლეობაში. და მაგრამ სიტიკომის კითხვას ამავიწყდა. ანუ ჩართულობაზე ვიკითხე, ანუ რამდენად წამოყვნენ? კი ბატონო, თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართული, თუმცა მე მიწევდა ორმაგი შრომა ამისათვის. რომ ანუ დამჯდარიყავი ფაილებთან, მეკონტროლებინა ჩარიცხვები და ასე შემდეგ. დღეს ეს რაღაცა ანუ ორმაგად ამსუბუქებს სიტუაციას. ანუ მათი ნდობა, ანუ პასუხისმგებლობაც უფრო ეფექტურია, თანაბარუფლებიანობასაც ადვილად ეხმარება, აი მე სხვაგან არ ვიცი რა ხდება მაგრამ თქვენ სამეზობლოზე კი დაახლოებით 90% ჩართული არის სიტიკომში. აქტიურობა. კი ერთად ცხოვრებაში. კი. აი ნათია თქვენ უფრო ზოგადად გითხარით რა ხდება ხოლმე იმ სამეზობლოებში, რა საკვირდებით თქვენ მაინც უფრო რაღაც ერთეული ესეთი მენეჯერები და ლიდერი ადამიანები თავიანთი ინიციატივით აქტიურობენ თუ არის მართლაც გადამდები ეს პროცესი და სხვადასხვა საკითხებზე თქვათ მოდის სხვა მეზობლების ასე თქვათ ინიციატივაც. კი, ჩვენ როცა ვიწყებთ ხოლმე თანამშრომლობას, ხშირად გვესმის ეს სიტყვები, რომ თქვენ არიცით ჩვენთან როგორი მეზობლები ცხოვრობენ. იმიტომ რომ ხო, ზოგადად ყოველას ჩვენი საქმე გვაქვს, ასე თქვა გადართულები ვარ ჩვენ საქმეზე და შეიძლება ასე თქვათ მეორე ხარისხოვნად ეჩვენოთ პირველ რიგში ეს კორპუსის საკითხები. თუმცა სიტიკომთან თანაცხოვრებასთან ერთად ჩვენ საზღვავთ ინდექს, ზრუნვის ინდექს, რომელიც უკვე 80% არის საშუალოდ ჩვენი ფორმულით. ეს ნიშნავს, რომ უკვე 260,000 აბონენტი ყავს მომხმარებელი დღის მდგომარეობით და 208,000 მომხმარებელი არის აქტიური, რომელიც ჩართული არის მუდმივად სისტემატურად კორპუსისთვის საჭირო თანხების შეგროვებაში. ანუ დიდი უმრავლესობა ამ პროცესში აქტიურია. რაღაც უბნების მიხედვითაც ხო არ განსხვავდება თუ არა, ეს არის სტანდარტულად, იმიტომ რომ ხო, ზოგადად უბნების მიხედვით შესაძლებელი თავიდან იყო ეს ყველაფერი, თუმცა მე უკვე გასტანდარტიზდა და უკვე 80% მოკლედ არ ჩამოვცილდით და ზრუნვაზე ორიენტირებული არის ყველა მაცხოვრებელი. რაც ძალიან სწორია, იმიტომ რომ სამეზობლო და ის სივრცეები ყველასია და თანაბრად ყველამ უნდა იზრუნოს, ისე როგორც ისარგებლოს, რაც საბოლოო ჯამში ის სიკეთები იქნება. მოდ ქეთევან თქვენ კითხავთ, რამდენჯერ მიახსენეთ თუ რა პროცესის გავლა მოგიხდათ მანამდე, სანამ თქვა სიტიკომამდე მიხვედით და ეს ყველაფერი რაღაც ერთ სივრცეში მოაქციეთ. აი მაინც რა იყო ყველაზე და დღეს რა არის აი ამ რუტინაში ყველაზე მარტივი თქვენთვის აი სიტიკომთან ურთიერთობამ რა გაამარტივა ამ პროცესებში თუნდაც არ ვიცი თანხის შეგროვება იქნება ეს თუ სხვა ინფორმაციის გავრცელება და თუნდაც სანდოობის ნაწილი. კი ბატონო, ყველაზე ეფექტური და მარტივი რაც ახლავს სიტიკომს არის მისი ონლაინ პლატფორმა აპლიკაციით მართვა. და ეს მეზობლებისთვის ხელმისაწვდომია, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვინც კი აბონენტია სიტიკომის და ონლაინ პლატფორმა ეხმარება მოსახლეებს, რომ ყოველთვიურად, ყოველდღიურად საქმის კურსში, სად რა გაიხარჯა, ეს აისახება დანიშნულების და საჭიროების მიხედვით სახელებით აპლიკაციაში. ასევე ჩარიცხვებით ხელმისაწვდომია მეზობლების. ეს იმ ხალხ რუტინას და ამსუბუქებს პირველ რიგში ჩემთვის და მოსახლეებისთვისაც კომუნიკაცია უფრო ადვილია. ანუ დაახლოებით რომ ჭირდებოდა დროის დახარჯვა დღეში 40 წუთი, 1 საათი, 2 საათი,
აქედან დაახლოებით 5 სახეობის მოსაკრებელი ასახულია უკვე სიტიკომის აპლიკაციაში და მათ კითხვების დასმა არ ჭირდებათ ელემენტარულად. ანუ გამჭვირვალედ ხედავენ სად მიდის მათი თანხები და რეალურად რა თანხებია მობილიზებული. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ბევრი კარგი პროექტის და განხორციელებას თქვენი სამეზობლოსთვის. მადლობა მობრძანებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სამეზობლოს საჭიროებებზე, ერთი კონკრეტული სიტიკომის სამეზობლოს მაგალითზე და ჩვენი სტუმრები გახდნენ ნათია ორახელაშვილი, სიტიკომის აკაუნტ მენეჯერი, ასევე ქეთევან ნოზაძე, კორპუსის მენეჯერი. რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე. ნახვამდის.